ვილიალანდარიძე პირველი პერსონალური შენიშვნა. Temur Babonaშვილი ორი გოლა. პირველი პერსონალური ზაუპა შეეწყო. Rogova პირველი პერსონალური. მიხეილ ჩიტაშვილი მეორე პერსონალური. მესამე პერსონალური შენიშვნა რეზო დინიას. მეორე პერსონალური ბენჯამინ რეიმონდს. აკადემია 4 გუნდური ჯარიმა.
როგავა 2 ქულა. დაიშინა გასაკვეთე სამინისტროს კალბურთელები უკვე 6 ქულით იგებენ შეხვედრას. მეორე მეოთხედი მათ განსაკუთრებით აქტიურად დაიწყეს და შეხვედრა ზოგადად მათი უპირატესობით უკვე აღინიშნა. თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან კარგია გიორგი ბარბაკაძე 3 ქულიანიდან 3 ქულა. 3 ქულამდე ამცირებს ანგარიშს 45-42-ია და მეორე ტაიმის დაწყებიდან გასულია 5 წუთზე ოდნავ ნაკლები. მიხეილ ჩიტაშვილი იწყებს თავისი გუნდის სიერის შესვენების შემდეგ კვლავ ის არის სასტარტო შემადგენლობაში და ვერ ახერხებს თამაში ჩართვას კვლავ დეონტავონი. ვნახოთ რამდენად შეძლებს ის თამაშის ბოლომდე მაინც როგორმე იმ ტრავმის შემდეგ აღიდგინოს ძალები და მოახერხოს დაეხმაროს თავის თანაგუნდელებს. ქუთაისი სწრაფად გაითამაშეს რამდენიმე სრული კომბინაცია ისროლა გიორგი ბარბაკაძემ, თუმცა ამჯერად არ გამოვიდა ზუსტი მისი ტყორცნა. პირველ ტაიმში ჩვენ ნახეთ რამდენად ზუსტი იყო ზოგადად ეს კალბურთელის და მისი თანაგუნდელებიც პერიმეტრიდანაც კარგად წაუვიდათ მათ სროლები. აი დავით ბარბაკაძე რომელმაც რამდენიმე ზუსტი ტყორცნა განახორციელა 3 ქულიანიდან და 13 ქულადაც კი ჩააგდო პირველი ტაიმის მიხედვით. ეხა უკვე საჯარიმოს ნიშნულიდან შეეცდება ის ზუსტი ტყორცნის განხორციელებას. პირველი მცდელობა ზუსტია დავით ბარბაკაძისა. მე-14 ქულა ეს მიმდინარე შეხვედრაში მის ანგარიშზე. 4 ქულამდე შეამცირა დავით ბარბაკაძემ ამ ზუსტი ტყორცნის შემდეგ სხვაობა. მეორე მცდელობა არ გამოდგა ზუსტი მისი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გადადის შეტევაში. მიხეილ ჩიტაშვილი ბურთით. DJ რეიმონდი თავად შევიდა, ძალიან ძლიერია ეს კალბურთელი, ფიზიკური მონაცემებით ძალიან ესეთი კარგი აღნაგობა აქვს და ძალიან რთულია მის წინააღმდეგ თამაში. ჩად პროიც გაუკეთა. საკმაოდ ძლიერი გამოდგა ეს პასი, ვერ დაიმორჩილა აკადემიის მე-13 ნომერმა ბურთმა დასტოვა მოდის პარკლები და ზაურ ფაშაევი უკვე იწყებს თავისი გუნდის ზიერის. ბაბუნაშვილთან გაითამაშა, ისი როგავაა. დიდი ამოძებნა ბაბუნაშვილმა, მათიაშვილი, ფაშაევი 3 ქულიანიდან ცდილობს ჩააგდოს, მაგრამ ბურთი არ ჩაეშვა კალაჩი და დაკარგეს ქუთაისელებმა. კიდევ უფრო დაწევდნენ მეტოქეს ანგარიში. უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას დარჩა ბურთი და ის იწყებს ეს გუნდი იწყებს თავის იერის. მიხეილ ჩიტაშვილი თავად შევიდა ტყორცნა და ძალიან ცუდად დააგლა მიზნის მისაღწევად. ამოვარდა ბურთი ფარიდან და უკვე ქუთაისი გიორგი ბარბაკაძე ზაურ ფაშაევის 3 ქულიანიდან ქონდა ფაშაევის დრო იმისთვის რომ კარგად დაემიზნებია. 3 ქულა ზაურ ფაშაევი. გამოიყენა ზაურ ფაშაევმა მისი ეს შანსი. 47-46 ანგარიში, 1 ქულით წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. სწორედ თეთრფორმიანი კალბურთელები ცდილობენ ახლა ზუსტი შეტევის განხორციელებას. DJ რეიმონდმა ისროლა პერიმეტრიდან, მაგრამ არ გამოდგა ზუსტი მისი მცდელობა. უკვე საპირისპიროდ ქუთაისელები გადადიან შეტევაში. ბაბუნაშვილი დიდია არ გაითამაშა, მაგრამ გარბენი დაფიქსირდა მასზე და ქუთაისელთა ეს მცდელობაც ამით დასრულდა. ამასობაში ცვლილება განხორციელდა სტუმართა რიგებში. ბუბაკვიმსაძე დაუბრუნდა ხუთეულს მის ბაბუნაშვილის ნაცვლად. თეიმურას ბაბუნაშვილის ნაცვლად და გამოცდილი ბუბაკვიმსაძე ჩაერთო კვლავ მცირეხნიანი შესვენების შემდეგ თამაში. შეტევა ჩად პროეტის ზუსტი 3 ქულიანი ტყორცნა.
50-46 4 ქულით გავიდა უკვე წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. ცოტა დააკლა რევაზ როგავას იმისაც რომ ჩაეჭრა ხა ეს გადაცემა, რომელიც ფაშაევის მიმართულებით გახორციელა, ფაშაევმა ბარბაკაძის მიმართულებით, ბარბაკაძემ კი მათიაშვილისკენ გააკეთა პასი, რამდენიმე სრული კომბინაცია, ზუსტი ტყორცი სრულდება, დიდიამ კვლავ მინიმუმამდე დაიყვანა შეხვედრაში ანგარიშის სხვაობა 50-49 იგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ბრწყინვალედ ითამაშა დიდიამ, თუმცა მანამდე რამდენიმე სრული კომბინაციაც აღნიშნვის ღირსია, რომელიც ქუთაისმა განახორციელა, მიხეილ ჩიტაშვილმა დაკარგა ბურთი და შეტევაში შანსი იმისა, რომ გამწვავებულიყო ვითარება ქუთაისის ფართთან, დასრულდა იმით, რომ ბურთით რიონის პირელები არიან და ქუთაისი იწყებს თავისი მორიგი ერიშის ორგანიზებას. რიჩარდ მათიაშვილი კარგად თამაშობენ კომბინაციურ კალ ბურთს ქუთაისელები საკმაოდ გამოუვიდათ ეს ბოლო ეპიზოდში ვნახეთ, თუმცა ამ შემთხვევაში რიჩარდ მათიაშვილმა დაკარგა და რევაზ როგავა სწრაფი კონტრიერში მართლაც ელვისებურად შეიჭრა ის მეტოქის ფარქვეშ და ბრწყინვალედ მოათავსა ბურთი კალაჩი 52-59 3 ქულით იგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. როგავა დღეს ძალიან კარგია განსაკუთრებით შეტევაში კონტრიერიშებისას ერთვევა ბრწყინვალედ რევაზ როგავა პირველ ტაიმში ვნახეთ ჩვენ მისი ესეთი მეოთხე პერსონალური შენიშვნები სწრაფი გარღვევები და მთლიანობაში 15 ქულა ჩააგდო რევაზ როგავამ მეტოქის ფარში, ამასობაში ჩიტაშვილმა მიიღო კიდევ ერთი პერსონალური 4 პერსონალური მოუგროვდა მიხეილ ჩიტაშვილს ზაურ ფაშაევთან ურთაბრძოლისას დაჯარიმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მეოთხე ნომერი აქტიურად ცდილობს არის ხურდება აქ თუ დეონტაუნზე მაქვს საუბარი, რომელიც ტრავმის შემდეგ არადარ მიეცა თამაში ჩართვის შანსი, ფაშაევმა ვერ გამოიყენა ერთ-ერთი საჯარიმო და ანგარიში ძალაში რჩება 52-59 ანგარიში. დეონტაუნი კი მე მგონი მაინც მიეცემა მას შანსი ჩაერთოს შეხვედრაში და დაეხმაროს თავის გუნდს. შილს მის გარეშე ცდილობს ამ ერიშის განხორციელებას, ისევე როგორც უკვე ბოლო ტაიმ ნახევარია ჩვენ ხედავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი ერთ-ერთი ლიდერის დეონტაუნის გარეშე და ეს შეტევა დასრულდა იმით, რომ არაზუსტი გადაცემის შემდეგ ბურთი დაიკარგა. ზაურ ფაშაევი შემოიყვანს თამაში ბურთს, კვიმსაძეს დაგაითამაშა, ბუბა კვიმსაძე უკვე გადადის მეტოქის ნახევარზე. როგავა მის წინ ფაშაევის მისამართით გადაცემა დიდია. ძლდება ქუთაისელთა იერიში, ფაშაევი კვლავ არ გადიცავენ საკუთარ საჯარიმოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კალბურთელები და შორიდან გააწყვეტეს კვლავ სროლა ქუთაისელებმა. პირველ შემთხვევაში არ გამოუვიდეთ, კვლავ შორიდან ისვრის გიორგი ბარბაკაძე, არც ამჯერად არის ზუსტი ქუთაისელთა ეს მცდელობა. შილს მაიღო ბურთი და უკვე გეორგიუს კეცილდისის კალბურთელები შეტევაში ჩალპრუიტი გადაძვა ბენჯამინ რეიმონს, რეიმონი თავად შედის არჩიბეკის მისამართით გადაცემა, არჩიბეკი დაეუფლა ბურთს და მის წინააღმდეგ ჯარიმდებიან ქუთაისელები. კონკრეტულად ვინ მიიღო პერსონალური აი ამას ახლავე გავარკვევთ, ჩემი აზრით მათიაშვილი იყო ამ შემთხვევაში დამნაშავე, აქედან ასე ჩანდა თითქოს ის დაჯარიმდა. დიახ, რიჩარდ მათიაშვილი და ეს მისთვის მეოთხე პერსონალური შენიშვნა უჩვეულოდ უშედეგოდ გამოიყურება დღეს ქუთაისელთა საუკეთესო ბომბარდირი 2 ქულა მხოლოდ რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზე, მაშინ როდესაც მისი საშუალო მაჩვენებელი თითოეულ თამაში არის 20.8 ქულა. დღეს კი მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო და 4 პერსონალური მიიღო რიჩარდ მათიაშვილმა. კირკ არჩიბეკმა კი ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა და კიდევ უფრო გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა ანგარიში 54-ით 49 და უკვე ნახევარ წუთზე ნაკლები რჩება მესამე-მეოთხედის სათამაშო დროის ამოწურვამდე. ქუთაისელთა იერიში კვიმსაძე, გიორგი ბარბაკაძე, რევაზ დიდია, ზაურ ფაშაევი, კვიმსაძე კვლავ ბურთით. ფაშაევი ყორცნა ძალიან ცოტა დააგდა ზაურ ფაშაევს იმისაც, რომ შეემცირებია ანგარიში მესამე-მეოთხედის ბოლო იერიშსაც და დარჩა სულ რაღაც 10 წუთი თამაშის დამთავრებამდე 5 ქულას იგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია 54-59 ანგარიში. ჩვენ შევისვენოთ და სულ მალე დაიწყება შეხვედრის დასკვნითი ბოლო 10 წუთი.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დარჩა შეხვედრის დასრულებამდე დასკვნითი 10 წუთი ანგარიშია 54-49 შინაგან საქმეთა სამინისტრო უგებს საკალათბურთო კლუბ ქუთაისს. ძალიან საინტერესო 3-4-დი ვიხილეთ ჩვენ. იყო გარდამავალი უპირატესობაც, საწყისი წუთები ქუთაისელთა უპირატესობით აღინიშნა და იგებდა ეს გუნდი. შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაც დაწინაურდა 7 ქულის სხვაობითაც კი იგებდა ეს გუნდი, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა ამოუკაჩა ქუთაისმა, შემდეგ ქულაში წარიმართა თამაში და აი ესე მოვედით დასკვნით ბოლო მეოთხედამდე და ახლა გადაწყდება რა თქმა უნდა დარჩენილ 10 წუთში თუ ვის დარჩება დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება. რეალს დიდია, ძალიან კარგად შედის, 2 ქულამდე ამცირებს ანგარიშის სხვაობა, 3 ქულა ქუთაისის შინაგან საქმეთა სამინისტროს უპირატესობა 54-51 იგებს გეორგი უსკეცილდისის გუნდი და რა რევაზ როგავა შეაჩერა ბუბა კვიმსაძემ აკრძალული ხერხით და პირველი პერსონალური მიიღო ქუთაისელთა მე-9 ნომერმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია კი აგრძელებს თავისი შეტევის ორგანიზებას. აკაკი ლომოური იყო, დაკარგა მან ბურთი. მათიაშვილი გიორგი ბარბაკაძეს გადააწოდა და მათიაშვილი დამატებაზე, თუმცა შეტევაში ჯარიმდება ქუთაისი და გიორგი ბარბაკაძე მესამე პერსონალურ შენიშვნასაც კი იღებს. ამაშობაში ცვლილებას ახორციელებს გეორგი უსკეცილდისი. ზვიად ანთაძე ერთვება თამაში და მოედანს ტოვებს აკაკი ლომოური. ზვიად ანთაძე, რომელიც გასული სეზონის განმავლობაში თამაშობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის რიგებში და ანთაძე დღეს პირველად ჩაერთვება დღევანდელ შეხვედრაში. ამასობაში ახორციელებს მორიგიერის არჩიბეკი ცდილობდა შორი მანძილიდან სროლას, მაგრამ არ გამოდგა მისი ცდილობა ზუსტი და უკვე ქუთაისი კონტროლში კარგია. გიორგი ბარბაკაძე სამქულიანით უკვე თანაბდება და 54-54 ფიქსირდება ტაბლოზე. თამაშის დამთავრებამდე კი 8 წუთი და 50 წამი რჩება. საინტერესო თამაშს ვადევნებთ ნამდვილად ჩვენ თვალყურს. კიდევ ერთხელ გაათანაბრდა შეხვედრაში ანგარიში და უფრო და უფრო იძაბება პარკეტზე ვითარება და დარწმუნებული ვარ თამაშის ბოლომდე არაერთ საინტერესო ეპიზოდს ვიხილავ და კულმინაცია ალბათ მისი ბოლო წუთები იქნება, სწორედ ბოლო წუთებზე გაირკვევა თამაშის გამარჯვებულის ბედი. ბენჯამინ რეიმონდი 2 ქულით წინ გადის, ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ძალიან ძლიერია, კიდევ ერთხელ ვიტყვი ბენჯამინ რეიმონდი ფიზიკურად და მისი შეჩერება პრაქტიკულად ძალიან ძლიერია, მithumetes როდესაც ის ინდივიდუალურად თამაშობს. ნახოთ რით უპასუხებს ქუთაისი. ზაურ ფაშაევი ბურთით, გიორგი ბარბაკაძე მოძებნა, ისევ ფაშაევი თავად შედის. ჩალპროეტი დაჯარიმდა ზაურ ფაშაევთან ორთაბრძოლისას. ეს პროექტისთვის მესამე პერსონალური შენიშვნა გამოდგა. 2 გუნდური ჯარიმა აქვს ქუთაისს, 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ამ მეოთხედში. სანამ შემოიტანენ ბურთს თამაში ქუთაისელები, მე კიდევ ერთხელ მინდა ძალიან სწრაფად გაგაცნოთ ის ანგარიშები, რომელიც დღეს დაფიქსირდა სპორტის სასახლეში. თესეუმ წააგო სოხუმთან 71-76, ხოლო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ოლიმპა მოუგო რუსთავს 84-72. ამასობაში ქუთაისმა მოახერხა და წინ გავიდა. მას შემდეგ რაც ზუსტი სამხულიანით ხორცნა განახორციელა მეტოქის ფარში და 57-56 იგებს ქუთაისი, თუმცა ძალიან მცირე ხნით გავიდა ქუთაისი წინ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ რევაზ როგავას ზუსტი 2 ქულიანით კვლავ მოახერხა მინიმალური სხვაობით დაწინაურება 58-57 იგებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია მე-17 ქულა იყო ეს რევაზ როგავას ანგარიშზე. ის ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა ჯერჯერობით. ბუბა კვიმსაძე, ზაურ ფაშაევი, მათიაშვილი სამქულიანი და დღეს არ მისდის ამ კალათბურთელს აშკარად შეტევაში თამაში. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უკვე 4 პერსონალური აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთოდ არ გავს ის საკუთარ თავს. თუმცა თამაშის ბოლომდე იქნებ მოახერხოს და შეძლოს ვითარების გამოსწორება. მე თავი მის თამაშს გულისხმობ კონკრეტულად. ხდება ხოლმე ხშირად ასეც, როდესაც კალათბურთელს არ მისდის მთელი თამაში და ბოლოს მოახერხებს სიტუაციის
და თავის თამაშის გარდატეხა შეიტანოს. დიდიას ნატყორსნი მუხსნი მოხსნა გიორგი ბარბაკაძემ, თუმცა მასთან ბრძოლაში დაჯარიმდა ზვია დანთაძე და მიიღო პირველი პერსონალური შენიშვნა ზვია დანთაძემ. ეს შეშლისთვის მეორე გუნდური ჯარიმაა. პირველი პერსონალური შენიშვნა. გიორგი ბარბაკაძე წელს იტკიებს, თუმცა არც ერთი მძიმეა ტრავმა, რომ მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლოს. ზაურ ფაშაევი შემოიყვანს ბურთს თამაში და გაგრძელება ქუთაისელთა იერიში. დიდია ფაშაევი, რიჩარდ მათიაშვილი, რომელიც რამდენჯერმე ვახსენე მე დღეს, რომ არ მისდის სათანადოდ თამაში, როგორც გვახსოვს ის და როგორცაც მისგან ელიან მისი გულშემატკივრები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, თუმცა ამ მაჩვენებრივ დღეს ვერანაირად ვერ გამოიჩა. ძალიან ცუდი შეტევა ქუთაისის გუნდისა, რეიმონდმა ჩაჭრა გადაცემა ფაშაევის მიმოსამართით და უკვე თავად ჟინაგას საქმეთა სამინისტროს აკადემია იწყებს თამაშს და დეონ ტაუნი ჩაერთო თამაში, რომელიც ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამოთიშული იყო შეხვედრიდან და საალარიგოსა სკამზე იყო გამწესებული. კირკა არჩიბეკის ზუსტი ტყორცნა და 3 ქული წინ გადის ჟინაგას საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი 60-57-ს იგებს გეორგიუს კეცილდისის გუნდი და ამასობაში 6-ზე ნაკლები რჩება თამაშის დასრულებამდე. ქუთაისი კვლავ შეტევაში გიორგი ბარბაკაძე, რიჩარდ მათიაშვილი. ნახოთ რა გამოუვა რიჩარდ მათიაშვილის პასიც არ გამოუვიდა, ზუსტი რევაზ როგავამ ჩაჭრა ბურთი და უკვე აკადემია იწყებს თავისი შეტევის ორგანიზებას. რევაზ როგავა დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ყველაზე შედეგიანი 17 ქულით. როგავა კვლავ გადაწვა ლონდარიძეს უნდა სამწამიანში მიეწოდება ბურთი არჩიბეკისთვის, თუმცა ჩაჭრა გადაცემა დიდიამ, რომელმაც ბურთი მოიგერია და გადააგდო პირთხასიკი და განმუხტა ეს შეტევა, თუმცა დროებით, რადგან ბურთი კვლავ რჩება და როგავა შემოვიდას მას თამაში, დევონი და სამქულიანი ცდელობა, რომელიც არასდროს თავდება, თუმცა მოგებირებულ ბურთზე კვლავ აკადემიის კალათბურთელები არიან პირველები და ისევ შსს იწყებს თავისი შეტევის მცდელობას. როგავა ლონდარიძე აუგდო კარგად არჩიბეკს, თუმცა მას დაგვირგვინების შანსი იქვე არ მიეცა, მაგრამ კვლავ თეთრფორმიანებს დარჩათ ბურთი, რომელიც უკვე გადაეცათ ქუთაისს კალათბურთელებს და დავით უსტიაშვილის გუნდი ახორციელებს ახლა შეტევას და ეცდება სამქულიანიდან აღმოფხვრას ეს ჩამორჩენა, რომელიც არის ამ წუთისთვის, მაგრამ გიორგი ბარბაკაძის როლა არ არის ზუსტი. სამქულიანის სხვაობა და შეზღუდული უპირატესობა კვლავ ძალაში რჩება ტაბლოზე და კვლავ შეტევაში არის ძალოუნანთა გუნდი. ბენჯამინ რეიმონდი და მისი ეს ზუსტი ხორცნა უკვე 6 ქულით აწინაურებს ჟინაგას საქმეთა სამინისტროს აკადემიას. წუთი შესვენება აიღო გიორგიუს კეცილდისმა ჟინაგას საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა. ამ თამაშის დასრულების შემდეგ კიდევ ორი შეხვედრა დაგიმილი სპორტის სასახლეში. თბილისის დინამო და არმია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს 18 საათზე, დღის ბოლო თამაში კი გაიმართება 20 საათზე და სტუდენტურ დერბიში ერთმანეთს შეხვდებიან საქართველოს ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდები, ასე რომ ორივე თამაში დიდ ინტერესს იწვევს და ორივე თამაშის პირდაპირ ტრანსლირებას შემოგთავაზებთ ტელეკომპანია აფხაზეთის ხმა, რა თქმა უნდა, მხარდამჭერებთან, ევროპა-ბეტთან და ახალ კია ზერატოსთან ერთად, ასე რომ კალათბურთის მოყვარულები დღეს ნამდვილად ვერ მოიწყენთ და შეგიძლიათ ის ადამიანები, ვინც სპორტის სასახლეში არესწრებით თამაშებს, მობრძანდეთ და უბრალოდ მოთავსდეთ კომფორტულად თქვენს ტელეეკრანებთან და ჩვენი ტელეეთერით თვალყური ადევნოთ ამ საინტერესო матჩების ტრანსლირებას, თუმცა მანამდე შეხვედრის კულმინაცია უფრო და უფრო ახლოვდება და სულ რამდენიმე წუთში გაირკვევა მიმდინარე თამაშის გამარჯვებულის ბედით. თამაშსა, რომელიც
ჯერჯერობით იმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის უპირატესობით და 6 ქულიანი წინსვლით 63-57-ია შილს აკადემიის სასარგებლოდ თამაშის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე დავით ბარბაკაძე ცდილობდა სამქულიანი დისტანციიდან ზუსტ ხორცნას, მაგრამ არ გამოვიდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უკვე თავიდან სტრაფიერის ცდილობდა, მაგრამ ის სტრაფიერიშიც რომ ჩაიშალა უკვე დალაგებულად ახორციელებს მორიგიერის, რომელიც დააგვირგვინა ბენჯამინ რეიმონდმა. შეითვალა ბურთი, რა თქმა უნდა, სამქულიანი ორქულიანი იყო, რადგან ფეხი ჰქონდა ჩატპროეც უკაცრავდა ბენჯამინ რეიმონდს ხაზ შიგნით და მიიღო პერსონალური შენიშვნაც ბენჯამინ რეიმონდმა, თუმცა ეს ბურთი ჩაითვალა 65-ით 57-ია ანგარიში და 8 ქულით იგებს თამაშს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ. ზაურ ფაშაევი, ზუსტია, აზერბაიჯანელი რეგიონერი, სამქულიანით ამცირებს ოდნავ ანგარიშის სხვაობას 65-ით 65 ქულა შილს აკადემიის სასარგებლოდ 3 წუთზე უკვე ნაკლები რჩება თამაშის დასრულებამდე. გამარჯვებულის ბედი, რა თქმა უნდა, ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ და 7 ქულით გავიდა წინ. კირკარჩიბეკმა ზუსტად ჩააგდო ორქულიანი და მეხუთე პერსონალური შენიშვნა ჩაგმათიაშვილს მიიღო კიდევ ერთი საჯარიმო ყორცნის უფლებაც. დაჯარიმდა რამაზე რიჩარდ მათიაშვილი. რიჩარდ მათიაშვილმა კი თავის მხრივ მეხუთე პერსონალური მიიღო და მთლიანად შეიძლება ეს თამაში მის აქტივში ნამდვილად არ შევიტანოთ, რადგან ჯერ ერთი რომ 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო და ვადამდე გამოეთიშა თამაშს და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, რომლისგანაც გაცილებით მეტ შედეგიან თამაშელია, მხოლოდ მხოლოდ 2 ქულით ასრულებს დღევანდელ შეხვედრას, რაც მისთვის ნამდვილად არ არის დამახასიათებელი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არ არის მისი საუკეთესო თამაში, არც საუკეთესო დღე, რადგან მისი გუნდიც წლიან მარცხ ხდება და პირადად მისი მაჩვენებელიც არ არის კარგი. 68-60 შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია იგებს თამაშს და თამაშის დასრულებამდე 2 წუთსა და 30 წამით ადრე მეოთხე გუნდურ ჯარიმასაც იღებს, თუმცა ეს დიდად არ აღელვებთ ალბათ შილს აკადემიის კალბურთელებს, რადგან 8 ქულიანი უპირატესობით იგებენ თამაშს და 2 წუთი და 20 წამით შეება შეხვედრის სათამაშო დროის ამოწურვამდე. ბენჯამინ რეიმონდი თავად შედის და ძალიან კარგად თამაშობს. შილს აკადემიის 44 ნომერი ბოლო წუთებია. ბენჯამინ რეიმონდი პრაქტიკულად შეუჩერებელია და უკვე 18 ქულაც ჩაიწერა მან საკუთარ აქტივში. 70-ით 60 10 ქულა უკვე გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის უპირატესობა, რაც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია გამარჯვებისკენ. დარჩენილ 2 წუთსა და 13 წამში ძალიან გაუჭირდება ქუთაის აღმოფხვრას ეს ჩამორჩენა და მოახერხოს კიდევ ერთხელ გაათანაბროს შეხვედრის ანგარიში, თუმცა წუთშესვენება აიღო ქუთაისის სამწვრთნელო შტაბმა, ვნახოთ რა შეცვლის და რა დირექტივებს გააკეთებს დავით უსტიაშვილი და გელალ დარსაძე. შეძლებენ თუ არა დარჩენილ დროში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებას და შეძლებენ თუ არა თამაშის ბოლომდე დააბრუნონ ინტრიგა შეხვედრაში. თუმცა მართლა არც დიდია 10 ქულიანი ჩამორჩენა, მაგრამ გუნდს რომელსაც უკვე აღარ ყავს და პრინციპში არც მისდიოდა რიჩარდ მათიაშვილის თამაში, აღარ ყავს ეს ერთ-ერთი გამოკვეთილი მეკულე. ამდენად წაუვა სხვა კალბურთელებს ისე თამაში, რომ პრაქტიკულად არ მისცემენ საპასუხოდ შედეგიანობის უფლებას მეტოქესაც. ჩახლართული წინადადება გამოვიდა მთლიანობაში. შინაარსი ის არის, რომ უნდა გამოვიდეს მხოლოდ შეტევა ქუთაის და არ უნდა მიცემ მეტოქეს თამაშის საშუალება. დარჩენილ წუთსა 50 წამში რამდენად შეძლებენ სასურველ
რიჩი ამას ქუთაისის კალათბურთელები ამას ყველა ერთად ნახავთ. ორი ქულა გაცვალეს როგორც ერთი ასევე მეორე გუნდის კალათბურთელობა. ბუბა კვიმსაძის ორ ქულას ძალიან სწრაფად უპასუხა ბუბა კვიმსაძე და 10 ქულიანი სხვაობა ანგარიში კვლავ შენარჩუნებულია. 72-62 იგებს შილსო აკადემია და ქუთაისია შეტევაში რევას დიდია 2 მეტოქე მის წინ გადაწყვეტა ბაბუნაშვილს, რომელმაც არაზუსტად ისროლა და უკვე აკადემიის კალათბურთელები შეტევაში რეიმონდი, დეონტავონი არაზუსტი იყო ეს როლა აქედან აშკარად ჩანდა რომ ბურთი სრული ტრაექტორიით მიდიოდა ფარისკენ და ფაშაევიც ასევე არაზუსტი ყორს წინ პასუხობს მეტოქეს, თუმცა ამ მოვარდნილ ბურთზე კვლავ ქუთაისელები არიან პირველები და კვლავ მწვანე ფორმიანი კალათბურთელების შეტევას ვადევნებთ ჩვენ თვალყურს. ბზაურ ფაშაევი შევიდა თავად გადააწყვეტა დავით ბარბაკაძეს და დავით ბარბაკაძე ორქულიანით ამცირებს ანგარიშის სხვაობას 72-64 რვა ქულას იგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და დეონტაუნი თავისი გუნდის შეტევის ორგანიზებას აკეთებს ბუბა კვიმსაძე მის წინ. დროც ალბათ უკვე ხა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაზე მუშაობს და რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი დრო გავა უკვე უფრო ახლოს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი გამარჯვებასთან. ნახევარწუთზე 1 წამით და 2 წამით მეტი რჩება თამაშის დასრულებამდე 31.2 წამია სათამაშო დრო. ძალიან ცოტა იმისათვის რომ ქუთაისმა მოახერხოს აღმოფხვრას ეს ჩამორჩენა, თუმცა საურ ფაშაევი კარგი ერის ინდივიდუალურად ახორციელებდა, მაგრამ რეზულტატიური არ გამოდგა მისი ეს შეტევა და საბოლოოდ შეეგუენ ქუთაისელები დამარცხებას. პრაქტიკულად შეგვიძლია თამაში დამთავრებულად მივიჩნიოთ. 72-64 რვა ქულა მოიგო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ. ბენჯამინ რეიმონდი თამაშის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრფორვარდი 18 ქულით რევაზ როგავა ძალიან კარგი იყო შეტევაში და დაცვაში ზოგადად 17 ქულა მის ანგარიშზე, 16 ქულით ქუთაისელთა რიგებში დავით ბარბაკაძე იყო ყველაზე შედეგიანი, მისი ძმა გიორგი ბარბაკაძე კი 14 ქულით გამოირჩა. საინტერესო შეხვედრას ვადევნებთ ჩვენ თვალყური და სანამ მე და გემშვიდობოდეთ კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ორი თამაშია დარჩენილი დღეს და ორივე თამაშს დინამო არმიასა და STU TSS-ს შორის ტელეკომპანია აფხაზეთის სხვა შემოგთავაზებთ. მანამდე კი ტრადიციულ ინტერვიუს ჩემი კოლეგა თამუნა რუაძე შემოგთავაზებთ. ეკი გიორგი გულბანი, რომელიც უძღვებოდი შინაგან საქმეთა სამინისტრო აკადემიისა და ქუთაისის მატჩის ტრანსლაციას, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. რევაზ როგავა იქნება ჩვენი სტუმარი ტრადიციულ ინტერვიუში. მოგესალმები რეზო, გილოცავ ამ გამარჯვებას, საკმაოდ კარგად დიასპარეზე, როგორ შეაფასებდი ამ ემოციურ თამაშს და პირადად ჩვენს ასპარეზობას ამ მატჩში? ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ეს ჩვენთვის სასურველია რომ რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დავამთავროთ და აუცილებელი იყო ეს გამარჯვება. თავი პირველივე წუთებზე დაგვიშავდა წამყვანი მოთამაშებელი და ვეცადეთ რომ ისი არ ყოფნა როგორმე შეგვესო და გამოგვივიდა. დაცვაში ცოტა ვერ ვითამაშეთ როგორც უნდა გვეთამაშა, მაგრამ თავდასხმაში გამოგვივიდა და ამის კარგია. 17 ქულა დააგროვა. დიახ, გუნდელები მეხმარებოდნენ, კარგი ბლოკებს მიყენებდნენ მაღლები, თავისუფალ რჩებოდი და მეც ჩავარდა და მოვიგეთ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები.